ანტიმიულერული ჰორმონი გამომუშავდება პრეანტრალური და მცირე ზომის ანტრალური ფოლიკულების გრანულოზურ უჯრედებში, მაშინ, როდესაც მათი ზომა არის 4-დან 8 მმ-მდე. ანტიმიულერული ჰორმონის განსაზღვრა შესაძლებელია მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ დღეს, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული მენსტრუაციული ციკლის ფაზებზე. ანტიმიულერული ჰორმონი არის კვერცხუჯრედების შემცირების ადრეული მარკერი იმ დროს, როდესაც ქალს შესაძლოა ჰქონდეს ნორმალური მენსტრუაციული ციკლი, ან იყოს შედარებით ახალგაზრდა ასაკში. ანტიმიულერული ჰორმონის შემცირება ხდება ასაკის მატებასთან ერთად, ასევე შესაძლებელია მისი შემცირება დანამატებზე ჩატარებული სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს, ქიმიო, რადიოთერაპიის შემდეგ და ასევე სიმსუქნის დროს. ანტიმიულერული ჰორმონის მაჩვენებლებს არ აქვს მნიშვნელობა ორსულობის მიმდინარეობაზე, ანუ არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე.